სალამი ჩემო ძვირფასებო, დღეს განვიხილავთ ასეთ გაშლას, თუ რას ფიქრობს პიროვნება დღეს თქვენზე. ამისთვის ჩაიფიქრეთ საკუთარი თავი და პიროვნება, რომელზეც გინდათ რომ გაიგოთ, თუ რას ფიქრობს ის თქვენზე. თქოთ მოიწონოთ ჩემი ვიდეო, გამეწოთ ჩემი არხი და მოდი ახლა ნახოთ, რას ფიქრობს დღესდღეობით ის თქვენზე. დარჩით ბოლომდე, მოусმენთ სრულ გაშლას, რომ გაიგოთ რეალურად მისი ფიქრები თქვენ შესახებ. ნახოთ. რას ფიქრობს პიროვნება რეალურად თქვენზე? რას ფიქრობს დღეს თქვენზე პიროვნება? რა ხდება აქ? ესე იგი, ხმლების რაინდი გონება, რომ ადამიანს ახლა აქვს რაღაცნაირი ცოტა ისეთი აგრესიული მდგომარეობა, ანუ სიმშვიდე არ აქვს, გონება აქვს გადატვირთული, ფიქრობს თქვენზე, თითქოს შიგნიდან იბრძვის, რომ თავი დაიცვარს გრძნობებისგან, მაგრამ არ გამოსდის რეალურად, ხო? უნდა თქვენთან საუბარი, რაღაც ის ახსნა სიმართლის, ასე ვთქვათ, გაგება, თუნდაც სიმართლის თქმა გრძნობს, რომ რაღაც დარჩა დაუსრულებელი, თითქოს სიტყვები, ასე ვთქვათ, გულში გაეყინა და რაც აქვს, ასე ვთქვათ, უთქმელი უნდა რომ თქვას. ახლა აცნობიერებს პიროვნება, რომ თქვენ მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპი იყავით, ხო, ფიქრობს თქვენთან დაბრუნებაზე, მაგრამ ჯერ ვერ ბედავს ნაბიჯის გადმოდგმას. ნანობს, დამცინანულის ფონზე აქვს უძილობები, ღამის, ასე ვთქვათ, შიშები, შინაგანი შფოთვები, რაღაცნაირად თავის ტვინში ატრიალებს იმ მომენტებს, სადაც თქვენთან მიმართებაში შეცდომები აქვს დაშვებული, ხო, იხსენებს ამ ყველაფერს, ცდილობს გაანალიზოს თუ რა გააკეთა არასწორად თქვენთან მიმართებაში. და ცდილობს ყველაფერი გაანალიზოს და რეალურად დაინახოს, სად დაუშვა შეცდომა, უნდა ბალანსის აღდგენა, უნდა რომ პატიება გთხოვოთ და განმარტოს და გითხრათ თუ რატომ მოიქცა ასე, ხო, გზნობა ჯერ კიდევ ცოცხალია თქვენს მიმართ მისიდან, ხო, ის კვლავ გხედავთ როგორც ადამიანს, ვინც მის გულში გზნობები და ემოციები დარჩა და დღესდღეობით არის კიდევაც, ხო, ფიქრობს თქვენზე ტკივილით, სინანულით, ხო, გონებით თვითონ და გშორდებათ, მაგრამ ემოციურად ისევ თქვენთან არის რეალურად ხვდებით, ანუ ეს ისტორია მისთვის თქვენთან მიმართებაში არ დასრულებულა, ის ჯერ კიდევ გეძებთ თავის ფიქრებში და ოცნებებში ჩემო ძვირფასებო. აი ეს არის თუ რას ფიქრობს პიროვნება ახლა თქვენზე რეალურად, ხო? სულ ეს იყო, რაღაცნაირად ესეთ მოკლე და ლამაზად გამოვიდა იმ ყველაფრის ახსნა და აღწერა თუ რას ფიქრობს პიროვნება თქვენზე, აქ გზნობებიც გამოჩნდა მისი თქვენთან მიმართებაში და ფიქრობთ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაცია იქნება, ვისაც გაინტერესებდათ რეალურად პიროვნება რას ფიქრობს თქვენზე დღეს, ხო? ეს იყო სულ გემშვიდობებით ჩემო კარგებო და საყვარლებო, მომავალ შეხვედრამდე, კარგად იყავით.